მშვიდობის საწითელი პარასკევი კვირის ყველაზე მძიმე დღე მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას იხსენებს. მეხუთე იუსტიციის სახლის პრეზენტაცია ბექამ ჭედრიშვილი ოზურგეიდან, სადაც ახალმა ქართულმა ბრენდმა დღეს მუშაობა დაიწყო. საქართველოს კვალდაკვალ რუსეთის ფედერალური წყობები დედაქალაქიდან მოსკოვის შემოგარენში გადააქვთ, პოლიციის შენობები კი გამჭვირვალე უნდა გახდეს. როგორ მიაგნო პოლიცია მოპარულ სეზონს და როგორ ცდილობდნენ 109 მილიონად შეფასებული კილოს გაყიდვას ბელგრადში დღის მთავარ თემებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. ვინ არის დღეს მსოფლიოს ყველაზე საშიში პიროვნება და ვინ ჩაანაცვლა უსამა ბინ ლადენი ტერორისტთა შავსიაში? თოსი საერთაშორისო ტერორისტი არ არის, თუმცა სხვა მხრივ არის საშიში. Coca-Cola ჟან-პოლ გოციესგან ცნობილი დიზაინერის ახალი ბოთლი და პრეზენტაცია პარიზის საკულტო კლუბში. მე მინდოდა შემექმნა სტილი, რომელიც გოტიესა და Coca-Cola-ს ნაზავი იქნებოდა. Coca-Cola ლოგო. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუდ უმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. მშვიდობის შეერთებულ შტატებში ყველაზე საშიშ პიროვნებაზე ძებნაა გამოცხადებული. 30 წლის ვაშინგტონელმა მასწავლებელმა ტერორისტებს შავსიაში ოსამა ბინ ლადენი ჩაანაცვლა. ერიკ ჯასტინ თოსი ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს სიაში ნომერ 1 დამნაშავეა. ვაშინგტონის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის პედაგოგი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამართალდამცველები თოს იმდენად საშიშ დამნაშავედ თვლიან, რომ ტერორისტთა ათეულში პირველი ადგილი მიაკუთვნეს. მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე კი FBI მზად არის $100,000 გადაიხადოს. ეს ერიკ ჯასტინ თოსია, 30 წლის რიგითი ვაშინგტონელი მასწავლებელი და მსოფლიოს ნომერ 1 ძებნილი. ყველაზე საშიშ ადამიანთა სიაში მან ოსამა ბინ ლადენი ჩაანაცვლა. შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ამერიკელ პედაგოგს დამნაშავეთა ტოპ ათეულში პირველი ადგილი მიაკუთვნა. ამერიკელი აგენტები მას ქვეყნის 50-ვე შტატში და მის ფარგლებს გარეთ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებენ. კურიერთან ინტერვიუში FBI-ის აგენტი ერიკ ჯასტინ თოს განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ მოიხსენიებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებასთან კავშირში ერიკ თოსი იყო. 2008 წლის ივნისში მას ბრალი წამოყენეთ როგორც ვაშინგტონში, ასევე მერილენდის შტატში. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ძებნილთა პირველი ათეული განისაზღვრება იმ დამნაშავეებით, რომლებიც განსაკუთრებით საშიშები არიან. თოსი საერთაშორისო ტერორისტი არ არის, თუმცა სხვა მხრივ არის საშიში. ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერიკ ჯასტინ თოსი საცხოვრებლად ვაშინგტონის პრესტიჟულ უბანში გადავიდა და მუშაობაც ძვირად ღირებულ სკოლაში, ბიევურში დაიწყო. თავდაპირველად თოსის ფოტოაპარატში შიშველი ბავშვების სურათები 2008 წელს მისივე კოლეგებმა აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ პედაგოგს ფოტოკამერა სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა დამონტაჟებული და იქ შესულ ბავშვებს იღებდა. საქმის კვლევას ფედერალური საგამოძიებო ბიურო შეუდგა, მაგრამ მას შემდეგ ერიკ ჯასტინ თოსი აღარავის უნახავს. სამართალდამცველები განმარტავენ, რომ სიას დამატებული ძებნილი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა. ფედერალური საგამოძიებო ბიურო არ გამორიცხავს, რომ ერიკ ჯასტინ თოსმა შესაძლოა მოგონილი იდენტურობით ქვეყანა დატოვა და მან საზღვარგარეთ რომელიმე სკოლას ან ოჯახს კერძო მასწავლებლის ან ძიძის მომსახურება შესთავაზოს. ბიურომ უკვე გამოაქვეყნა თოსის ფოტოები და ინფორმაცია მისი გარეგნული მონაცემების შესახებ. ცნობილია, რომ ბავშვთა პორნოგრაფიაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი სხვა დევიდ ბასონის სახელით სარგებლობს და ადგილსამყოფელს გამუდმებით იცვლის. ბოლო დროს ჯასტინ თოსი ილინოისის, ვირჯინიის, ინდიანას, არიზონის და ვისკონსინის შტატებში მოგზაურობდა. არის იმის შანსი, რომ თოსმა ქვეყანა დატოვა. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს აქვს მასზე წითელი ციρკულარით საერთაშორისო ძებნის მოთხოვნა. თუ კი ის რომელიმე ქვეყანაში გამოჩნდება, იქაური სამართალდამცველები დააკავებენ. ჯერჯერობით არ ვიცით, სად არის თოსი და ამიტომ არის ძებნილთა ათეულში. ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილი მივაწინოთ საზოგადოებას და აგვირდეს მის სახეს და იცოდეს, რომ ის საშიშია. ამ დრომდე სია ბოლო 10 წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ყველაზე საშიში ტერორისტის ტიტულს 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ოსამა ბინ ლადენი ატარებდა. სიაშიც ძირითადად საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ მოხვედრილნი. ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია შეერთებული შტატების სპეცრაზმა 2011 წელს განახორციელა. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ძებნილთა სია 1959 წელს შექმნა და 500-მდე საშიშ დამნაშავეს შორის 8 სუსტი სქესის წარმომადგენელია. ერიკ ჯასტინ თოსი კი ამ სიის პირველი ათეულის სათავეში უკვე მეორე დღე აფიგურირებს. FBI-მ მის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოც დააწესა და თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ადამიანს $100,000 სპირდება.
რუსეთის ფედერალური უწყებები მალე დედაქალაქიდან მოსკოვის შემოგარენში გადავა. დიმიტრი მედვედევმა პოსტის დატოვებამდე კიდევ ერთი ქართული რეფორმის კოპირება გადაწყვიტა. სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის ახალი ქალაქი უნდა აშენდეს. როდის განხორციელდება ახალი მოსკოვის პროექტი ჯერ უცნობია, თუმცა მანამდე საკუთარ უწყებაში რეფორმას რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იწყებს. უპირველეს ყოვლისა ეს ცვლილება შენობების ფასადებს შეეხება. პოლიციის რეფორმაზე სასაუბროდ რუსეთის პირველმა პოლიციელმა სათათბიროს ტრიბუნა გამოიყენა. რაშიდ ნურგალიევმა სამართალდამცველების გახშირებული კრიტიკის ფონზე საკუთარი უწყების რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მსგავსად რუსეთში გამჭვირვალე პოლიციის შენობების აგებას გეგმავს. ნურგალიევი ყველა განყოფილებისა და დაკავების იზოლატორის ვიდეო კამერით აღჭურვასაც აპირებს. რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სისტემის ხელმძღვანელმა პოლიციის შენობებში ყრუ კედლების გამჭვირვალე შუშის ტიხრებით ჩანაცვლებაც გადაწყვიტა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამორიგეო ნაწილების დაკავებულებისთვის გამოყოფილი ადგილების და იზოლატორების ვიდეო კამერებით აღჭურვა. დავისახეთ ამოცანა, შევცვალოთ კაბინეტებს შორის არსებული ყრუ კედლები გამჭვირვალე მინის ტიხრებით. დღეისთვის ასევე ათასობით ვიდეო რეგისტრატორია დამონტაჟებული პოლიციის საპატრულო ავტომობილებში. რაშიდ ნურგალიევს ერთხელ უკვე რეფორმირებულ რუსულ მილიციაში დამატებით ცვლილებებზე საუბარი იმიტომ დასჭირდა, რომ ბოლო დროს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებმა რუსეთში კატასტროფულად იმატა. სწორედ ამის გამო დაიბარეს მედვედევის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე. ოლეგ პამფილოვს, რომელიც კარგად იცნობს რუსულ პოლიტიკურ ელიტას, ეჭვია პარება, რომ ქართული რეფორმების მხოლოდ ნაწილობრივ კოპირებით რუსეთში ვერც კორუფციას და ვერც სხვა პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. Грузия является примером. რუსეთისათვის რა თქმა უნდა საქართველოს წარმატებული ქვეყნის მაგალითია, მაგრამ რუს პოლიტიკოსებს ამის აღიარება არ სურთ. რეფორმების კოპირებას ფაქტია, რომ ისინი ახდენენ. შუშის შენობებს კი აშენებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ გამოუვადა. გთამს მაინც აიღებენ. რუსები საქართველოში გატარებული რეფორმების კოპირებას თუ გააგრძელებენ, მაშინ პუტინს მოუწევს, რომ ის 7 ენა ისწავლოს და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც საქართველოშია, 4 წუთში დაარეგისტრიროს. მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ მართლ ძალას არ სურს, რომ რაიმე შეიცვალოს. შინაარსობრივი მხარის გარეშე რეფორმა ვერ იარსებებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთ-ერთი უწყება არ არის, რომელიც შენობას გამოიცვლის. დიმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებების უმეტესობა მოსკოვის ცენტრიდან მის შემოგარენში უნდა გადავიდეს. ახალი მოსკოვი ასე ერქმევა იმ ტერიტორიას, სადაც დედაქალაქიდან მოშორებით ფედერალური დანიშნულების შენობები განთავსდება. ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სათათბირო, რუსეთის ფედერაციის მთავრობა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლო, უმაღლესი სასამართლო კონტროლის პალატა, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უნდა გადავიდეს 2012 წელს მოსკოვთან შემოერთებულ ტერიტორიაზე. საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი უწყებების მოსკოვის ცენტრალური ნაწილიდან გარეუბნებში გადატანა კიდევ ერთი რეფორმაა, რომლის განხორციელებასაც კრემლი ჩქარობს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, რუსეთის სახელმწიფო ტანდემი ცდილობს, რომ პუტინის ინაუგურაციამდე საზოგადოებას ფასადური რეფორმებით რეალური ცვლილებების ილუზია შეუქმნას. მან რაიმე სიახლე უნდა შესთავაზოს. მეორე საკითხია, რომ ეს სიახლე იქნება ფასადური თუ იქნება რეალური. ბუნებრივია, რომ ანტურაჟის შესაქმნელად ძალიან კარგია იმ მოდელის აღება, იმ გარეგნული მოდელის აღება, რომელიც უკვე განხორციელდა და რომელსაც სოფლიო ლაპარაკობს, რომ ეს არის წარმატებული, ხო? მაგრამ საქმე ისაა, რომ რეფორმები არ ხორციელდება დაუშვით გამჭვირვალე შენობით. არ ხორციელდება პარლამენტის გადატანით. ყველაფერი ეს თუ მოკლებულია შიგ-თავს, ასეთ შემთხვევაში ეს რეფორმა რჩება მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე. კრემლს მობეზდა ქართულ რეფორმებზე წარმატებების მოსმენა და გადაწყვეტა თითოეულს რაღაც ამდაგვარი გააკეთოს, მაგრამ ისეთ რა არის, თუ მან დაინახა ქართულ რეფორმებში მხოლოდ გამჭვირვალე პოლიციის შენობები და პარლამენტის გადატანა, მაშინ მათ გამოუვათ უბრალოდ სასაცილო კოპირება. თუ მათ გადაწყვეტეს არსებითი რეფორმა, ისე რასაც საქართველოს ცდილობს და თქვათ აი ამ პარლამენტის გადატანაში რა აზრსაც ახსოვს, მაშინ მე მოვესალმები, ძალიან კარგია თუ მოსკოვი წავა ამ გზით. დიმიტრი მედვედევის ინიციატივის განხორციელება რაც არ უნდა იჩქარონ, მოსკოვში სავარაუდოდ წლები მაინც დასჭირდება. ფედერალური უწყებების ახალ მოსკოვში გადასატანად მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ბიუროკრატიული ფორმალობაა მოსაგვარებელი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებაც. დიმიტრი მედვედევის თანაშემწის განმარტებითვე ეს სიახლეები მხოლოდ 2015 წლისთვის განხორციელდება.
მოსკოვი რეფორმებს იმ ქვეყნიდან იღებს, სადაც საკუთარ მოქალაქეებს ჩასვლას უკრძალავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებამ ტურისტების ნაკადზე გავლენა იქონიოს მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სავიზო ბარიერები რუსეთის მოქალაქეებისთვის საერთოდ გააუქმა. ლავროვის უწყების მოწოდებას საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების თაობაზე რუსი პუბლიცისტის გეგმები არ შეუცვლია. ანდრეი პიანტკოვსკი თბილისს რამდენიმე დღეში ეწევა. პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვის გაღიზიანება საქართველოს მხრიდან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ და იმ რეფორმებმა განაპირობა, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლებში ახორციელებს. ათასობით რუსეთის მოქალაქე ჩადის საქართველოში. ყველა მათგანზე განსაკუთრებულ შტაბ-ეჭილებას ახდენს ქართული პოლიცია. მას ჩვენზე შოკური ეფექტი აქვს. ამ და სხვა რეფორმების გამო ეშინიათ რუსეთის საგარეო უწყებისა და პუტინის ხელისუფლებას. ისინი რუსი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ მათი ცვლილებები აწუხებთ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ამ რეფორმებმა რუსი მოქალაქეების გული კი უკვე მოიგო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოსკოვში დღეს ის ჟურნალისტებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც საქართველოს ტურისტის სტატუსით რამდენიმე თვის წინ სტუმრობდნენ. ჟურნალმა ბალშოი გორადმა ერთი ნომერი მთლიანად საქართველოს მიუძღვნა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე 20 სტატია მოამზადა. ჟურნალისტების აზრით, ოფიციალური მოსკოვი მსგავს პოლიტიკას შეგნებულად მიმართავს იმისათვის, რომ რუს მოქალაქეებს საქართველოს განვითარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ. მე ვხედავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება, მაგალითად უვიზო მიმოსვლა. ეს უბრალოდ გამოწვრილი ხელია და კეთილგანწყობის ჟესტია, რომელიც ჩემი აზრით დადებითად უნდა შეფასდეს. მე ყოველწლიურად საქართველოში 10 მეგობართან ერთად მაინც ჩავდივარ. საქართველოს საინტერესო არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ ის საინტერესოა ყველა მხრივ. როგორ შეძლო ამ ქვეყანამ, რომ დღეს აბსოლუტურად ჩვენგან განსხვავებულია. დიდია ჩვენი ინტერესი საჯაროობის მიმართ, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურებს აქვს და იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ლავროვის უწყებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განცხადებით უპასუხეს, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეფასებების საკანონმდებლო ორგანოშიც გაკეთდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ რუს და ქართველ ხალხს შორის ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობის. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის საქართველოში ვიზიტების შედეგად ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი. ამ მოქმედებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაემსხვრა ის მითი, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სურს ხალხთა შორის მეგობრობა. თუმცა მეორე მხრივ ის, რომ საქართველოს წარმატებული სახელმწიფო, რომ საქართველოში არის განვითარება და თავისუფლება, ამას ყველაზე კარგი მაგალითი და ყველაზე კარგი ინდიკატორია ის მილიონობით ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის. და მათ შორის რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის ფედერაციას, რომელიც არაერთ განცხადებას აკეთებს, თითქოს და მას პრობლემა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართულ ხალხთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ლოგიკური იქნებოდა მათ მოიხსნათ, ხო, სავიზო რეჟიმი, რაც არ მოხდა, რეალურად ეს ხატყოფს, რომ პრობლემა არის ქართულ ხალხში, რუსეთის ფედერაციისათვის, რომ მათ უნდა მთლიანად კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც არის ყოველდღიურად მიუღებელი. კრემლის ასეთი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა ექსპერტებისთვის. მათი აზრით, ოფიციალური მოსკოვის შეშფოთებას საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის გაზრდა იწვევს. 30,000-მდე რუსეთის მოქალაქემ უვიზოთ გადმოკვეთა საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი და ბუნებრივია რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. თუ აქ ახლა დაიწყეს რუსმა ტურისტებმა მიმოსვლა, რა თქმა უნდა, იგივე ლავროვის ორგანიზაციას და საერთო რუსეთის მთავრობას ძალიან გაუჭირდება გარკვეული პოლიტიკური მოვლენების რეგულირების ცდილობა საქართველოს ტერიტორიაზე. განცხადება რუსი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებაზე გუშინ გავრცელდა. ამის მოტივად კი ლავროვის უწყებამ ოკუპაციის შესახებ კანონი დაასახელა. თუმცა ოკუპაციის კანონი რუსი მოქალაქეებისთვის არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს და მისი მიღება 2008 წელს სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიამ და ტერიტორიების ოკუპაციამ განაპირობა. ოზურგეთი მეხუთე ქალაქია, სადაც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ახალი ქართული ბრენდი გურიაში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ქართული არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობაში სრულად არის დაცული ერთი სივრცის კონცეფცია. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი საავადმყოფოც დაათვალიერა, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა და პროფესიული გადამზადების სასწავლებელშიც იმყოფებოდა. ბეკამ ჭედლიშვილი ესწრებოდა დღეს იუსტიციის სახლის პრეზენტაციას. ბეკა გისმით.
დიახ, ასე გამოიყურება სწორედ იუსტიციის სახლი ოზურგეთში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაიხსნა და რომელმაც უკვე ასობით ადამიანს უმასპინძლა. თქვენ როგორც კადრშიც ხედავთ, ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც მთლიანად ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. ისევე როგორც სხვა იუსტიციის სახლებში, აქაც ნებისმიერი მომსახურების მიღება არის რამდენიმე წუთში ერთი ფანჯრის პრინციპით შესაძლებელი, თუმცა მთავარი სიახლე, რომელიც დღეს პირველად ოზურგეთის იუსტიციის სახლში დაინერგა, ეს არის ლიდერთა სკოლა, რომელიც მალე საქართველოს სხვა იუსტიციის სახლებში ამოქმედება. ოზურგეთის იუსტიციის სახლი მუშაობას უკვე შეუდგა ორსართულიან შენობაში ერთ სივრცეში ადგილობრივებს 250-მდე სახის მომსახურების მიღება რამდენიმე წუთში შეუძლიათ. იუსტიციის სახლში 35 ადამიანია დასაქმებული, უკვე გაიხსნა ლიდერთა სკოლაც, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები ინოვაციური პროექტის მუშაობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ. ამის შემდეგ ისინი იუსტიციის სახლის სტრუქტურას, სოფლებში მოსახლეობას გააცნობენ. მოსახლეობას გააცნობენ ამ ყველაფერს და მოგვიტანენ ასე ვთქვათ ინფორმაციას მოსახლეობისგან თუ რა უნდა მოსახლეობას, როგორი ცვლილებები უნდა, რა სიახლეები უნდა. თავარი არის, რომ ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ამას უნდა სწორი და კარგი გაგრძელდება. შესაბამისად, ახალი თაობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ინტეგრირებული ყველა იმ ცვლილებაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ხსნით და ვაშენებთ თანამედროვე შენობებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქალაქეებს გავუადვილოთ ჩვენთან ურთიერთობა, რომ ნებისმიერ მოსულ დაზარალებულს, ნებისმიერ მოსულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს კანონთან პრობლემა, გავუადვილდეს ამ პრობლემის გადაჭრა პროკურატურის თუ სხვა ჩვენი რომელიმე დაწესებულების აქტიური და ეფექტური მუშაობით. ძალიან ლამაზი შენობა შეემატა ქალაქს და მეორე კიდე ძალიან გაადვილდა ურთიერთობა სხვადასხვა სამსახურებთან. ყველაფერი ერთ სივრცეში ძალიან კარგი მოფიქრებულია. ოზურგეთში ახალი იუსტიციის სახლი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. შენობის დათვალიერებამდე მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა. ყველაზე ხშირად ფიქრობდი, რომ აი ყველგან რაღაცა დაიწყო, ბათუმში დაიწყო, ქუთაისში დაიწყო, კახეთში დაიწყო, თბილისში ხო ძალიან ბევრი შენდება და როდის მოახერხებთ, რომ შეიძლება ამოვქოქოთ გურიაში, მართლაც დავიწყოთ გამოსვლა იმ უბედურებიდან, სადაც ვიყავით. თქვენი გახსოვთ, რომ მე ვიყავი აქ 2-3 თვის წინ საავადმყოფოს გახსნაზე და მაშინაც დაგვიდით, რომ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა. და მე უბრალოდ მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ. ერთი იხსნება ის იუსტიციის სახლი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ აღარსა და აღარ დაგჭირდება ცნობებზე წასვლა, საბუთების ასაღებად, სამარშრუტოზე უამრავი ფულის გადახდა, ისე როგორც საავადმყოფო აქ არის და არავის არ ჭირდება არსა წასვლა. თქვენ ნახეთ, რომ ახლა ვაწყობთ ოზურგეთის ცენტრს და ამ სამუშაოს მივიყვანთ ბოლოს, ყველა გზას გავაკეთებთ, ისე როგორც ლიხაურის გზა აკეთება და სხვა გზები გურიაში. ჩვენთვის თავარი ის კი არა, რომ ფასადები გავაკეთოთ ან თუნდაც ესეთ შენობა გავაკეთოთ. თავარია, რომ ხალხი დასაქმდეს. დღეს მე ვხსნი ტექნიკურ სასწავლებელს ჰორიზონტს, სადაც ყველა თანამედროვე პროფესიას, ყველა ასაკის ადამიანი აითვისებს იმისათვის, რომ არ იყოს უბრალოდ დამოკიდებული იმაზე, როგორც ადრე მივდიოდ ელიავას ბაზრობაზე იდგა აქედან წასული ახალგაზრდობა. აქ უნდა ქონოთ პროფესია და აქ უნდა იყოს ამ პროფესიის გამოყენების საშუალება. ამიტომ აგერ წეგან ქალბატონი შეხვდა, მითხრა რომ მისი ორი შვილი იმის გამო რომ აღარ იყო ჩაწყობით მოხვედრა, რამდენიმე წლის წინ მოხვდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ენერგეტიკოსებიან და ეხლა ელოდებიან იმას, რომ მართლაც აქ იწყება უახლოეს კვირეებში და თვეებში ბახვიხესის და რამდენიმე სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ყველანაირი სახის კვალიფიციური ადამიანები დაგჭირდება. ულეკში დავიწყეთ უკვე ულეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, რომ ის არაფრით არ უნდა იყოს ნაკლები ბათუმზე, არაფრით არ უნდა იყოს ნაკლები ანაკლიას და ამასაც ვაკეთებთ ყველა ერთად. რა თქმა უნდა ბახმარო ყველაზე ლამაზი ადგილია მთის კურორტების საქართველოში. წელს ზაფხულში ბახმარო იქნება ისეთი როგორც არასდროს და წელსვე ჩვენ ვიწყებთ ზამთრის კურორტის შენებობას ბახმაროში, იმისათვის რომ ბახმარო იყოს ზაფხულშიც და ბახმარო იყოს ზამთარშიც და ჩამოდიოდეს ხალხი აქ. ჩვენ ვაკეთებთ ასევე ძალიან ბევრ კულტურულ დაწესებულებას, ძალიან ბევრ სპორტულ დაწესებულებას, გამოვყავით ამ რამდენიმე კვირის წინ ფული და იწყება ჩვენი სიამაყის ვაჭხუთის სტადიონის აღდგენა. ჩვენ გვინდა დაუბრუნოთ მას ძველის წინვალება და მე იქნებ ფეხბურთის მოგებაც ვისწავლოთ. მარტო სტადიონი მაგ საქმეს არ უშველეს. და ასე რომ გურია არა მხოლოდ ის უიმედობა აღარ არის, რაც ჩვენ გქონდა. არამედ მართლა ახლა გამოჩნდა პერსპექტივა, რომ აქ დაწყებული სამუშაოების შედეგად ეს გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული
რაიონების ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული რეგიონი. ეს არის ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მინდა გითხრათ, რომ ზედმეტად დიდი ხანი იყო მიტოვებული აქაურობა. ბევრი ფაქტორის გამო. ხან არეულობები თბილისში, ხან ომი, ხან უბედურება, ხან ის რომ საკმარისი ფული არ ქონდა და კრიზისი. და ახლა მივხვდით, რაც უნდა იყოს, რა დამკოლებიც უნდა შექმნათ, გურია ჩვენთვის თავრობისთვის ეს არის უპირველეს ყოვლისა. გურია უნდა ბოლომდე მივიყვანოთ. მე ვიყარხარ თქვენ, მადლობთ. მადლობთ. მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლის ყველა ფლიგელი დაათვალიერა და საბავშვო კუთხეში შეკრებილ პატარებსაც გაესაუბრა. შენ რა ქვია? ხო და აი მე გიორგი და ჩვენი არქიტექტორები დავსხეით და ზუსტად ესე ავაწყეთ ეს სახლები. და ამაზე უკეთეს უნდა აწყო შენ, ახლა ნუ ანგრევ, ჯერ აშენ. არა. ნახეთ, ბათუმის იუსტიციის სახლი დაგიხადია. ნაყოფ ხარ ბათუმში, განახლებსა. ჩვენ უკეთეს უნდა აშენ, ჩვენ რაც შევძლებთ ეს ავაშენთ, რა. კრიბებით ხოლმე და უკვე პრეზენტაციებს უკეთებ რეფორმებზე და ასე შემდეგ, ყველაფერს. და მაგარია. და როთაცდა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება ხოლმე, ხო? ძალიან ბევრი ხალხი მოდის ხოლმე საღამოს. კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება ეგ უკვე ძალიან ინტენსიურად მუშაობს, ხო? რუსთავში მუშაობს და უკვე ეს ახალგაზრდები, ვისაც ჩვენ ხვდებით, ისინი სოფლებში უნდა იარონ სხვადასხვა ადგილებზე, რომ თავარი რა არის, რომ ჩვენ რა ცოდნაში გვინდა შევიდათ. მაგალითად, Amazon-ზე როგორ შეიძლება სოფლიდან პროდუქტი გაყიდოთ. ან სიტყვაზე აი, ესე თქვენი რეკლამა მიდის წინას. ეს ძალიან ხო. ეს პასპორტი ონლაინში ხო საზღვარგარეთყოფი ქართველი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის. აი ესე ჩვენი ეს არის ახალი პროექტი პროკურატურის რომელსაც სადაც არა ყველგან თქვენ. ყველაფერი ჩატარებულია რა ქვია. ეს ყველაფერი არის მოჩვენება და პიარი. ვიღაცებს ეგრე ეჩვენება. იუსტიციის სახლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოს სანახავად წავიდა და გზად ოზურგეთის ქუჩაში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად შეკრებილებს შორის იყო 72 წლის ნანა კიღურაძეც, რომელიც ხალხმრავლობის გამო წაიქცა. მას პრეზიდენტი წამოდგომაში დაეხმარა და დაკარგული ფეხსაცმელი საკუთარი ხელით ჩააცვა. ხომ მეგონა და ბატონი პრეზიდენტი არ მომკიდა ხელი და არ ამაყენა, მაკოცა მომეფერა, დამამშვიდა. პრეზიდენტმა ოზურგეთში ახალი საავადმყოფოც დაათვალიერა. სამედიცინო დაწესებულება უკვე ერთი თვეა მუშაობს. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკის პაციენტები და ახალშობილები მოინახულა. მოგესალმებით ქართული სახელმწიფოს ახალ მოქალაქეს. მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში ახლად გახსნილი პროფესიული გადამზადების სასწავლებელი დაათვალიერა. სასწავლო დაწესებულებაში ადგილობრივებს საშუალება აქვთ რამდენიმე პროფესიას დაეუფლონ. მათ შორის კერვის მშენებლობისა და სარესტორნო საქმის ათვისებაა შესაძლებელი. ოთხი ეხლა ჩვენ გვაქვს საათში 100%-იანი დასაქმება გქონდეს. ბათუმი და თვითონ გურიის მშენებლობები და ქუთაისი ყველაფრის მომარაგება შეიძლება აქედან მშენებლობები, მე ტურიზმის სექტორი. ეხლა რო ვიძახთ ურექს და ბახმაროს დემპლოებს ტურიზმის სექტორში თუ არ გაქვს კვალიფიციური მენეჯერი, მომსახურე პერსონალი, ვინ უნდა გააკეთოს? რამდენიმე კურსები იქნება, რამდენიმე თვიანი, ისათვის რომ მომზადდნენ ელექტრიკოსები, სამკერვალო, ტრაქტორისტები, მომზადებიან გარდა ამისა რესტორნის საქმე და უკვე ივნისისთვის იქნება შედუღების სპეციალისტების მომზადება, რაც მშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მშენებლობისთვის. ეს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის ყველაფერი გარემონტა მთლიანად 4 ხუთიანი შენობა. აი ეს არის თავარი ხო რა, რაც უნდა შენობები გავაკეთოთ, გზები დავაკეთოთ, თუ ხალხს არ აქვს სამსახურის დასასრული და მთელი გურია გაკრეფილი იყო და სხვა შორის იქაც ზოგი ბათუმში ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი თბილისში. ჩვენ გვექნება ყველა სფეროში იმანსმენტ კვალიფიკაციის ნამდვილად ვიდრე მეზობლო პერსონალი. ვაუჩერები თქვენ ინიციატივით რასაც ვარგებთ, ერთ კვირაში დარეკდა მთლიანად და რამდენი მოთხოვნა. დაიძაცა ხალხი. ესე ხალხს მართლაც ხალხმა დაიჯერა და ეს წამოყვანა. ესაც ამშო. მებიაჩემი იყო გურული წუწუნა. და მაგათ ნაცსაებდა რომ აქ საჭმელი ნაჭარი ეგეთი საჭმელი გეუბნები ცხოვრებაში მახსოვს ბავშვობიდან ეს არ არსად გამისწევს აქ ხალხს აქ ნიჭი არის და აი ყველა სასტუმრო გარშემო იცნება როგორ შეიძლება გურულებს უკეთეს ვინ გააკეთებს იქ ყველა სოფლიოების მარტო იმიტომ რომ ამათი გაკეთებული საჭმელი
გუში რომ და გუშინძი პენსია დანიშნა ხალხმა დამაბარა სოფლიდან რომ მოვიდოდი ჩემი პრეზიდენტი ჩამიკოცნე ჩემი ბიჭი ნენავდა უნდა გადაკოცნე რომ დანაბარები მე შევასრულო პრეზიდენტი იმ პედაგოგსაც გაესაუბრა რომელიც ტრაქტორისტებს გადაამზადებს პროფესიას მსურველები ახალი ტექნიკის დახმარებით შეისწავლიან დღეს გახარებულია ჩვენი სასწავლებელი ჩვენი ახალგაზრდობა რომ ახალი ტრაქტორი მივიღეთ იმ ძველი ტრაქტორი რა თქმა უნდა დაძველდა ამორტიზებული გახდა და შეცვალა დღეს რა თქმა უნდა ბუნება შეცვალა ჩვენი განწყობილება შეცვალა ახალმა ტექნიკის მიღებამ ეს არის თქვენი თავდადება ახლა ძალიან ინტენსიური სასოფლო სამეურნეო ახალი ჯიშები შემოგვაქვს რა მაგალითად მანდარის ახალი ჯიშები შემოვიტანეთ ჩაი ძალიან მაგრა აქაჩი ეხლა ეს როდი 2 წლის წინ საერთოდ საქართველოს თუსმე სადმე დალვედი ქართულ ჩაის რომელი კაფეში ჯერ ბათუმში ძალით დავნერგეთ აი მე თვითონ დავდიოდი და ვარშავამდე საერთოდ იქნა მორიგეობდა და ძალით ყველა სტეინა ქართულ ჩაის და მე გემო რო გავუგეს მიხვდნენ რომ ახმაც და მახმაც და იმას ასე შეჯობია და მე თბილისშიც გადავიდი ეხლა ყველგან უნდა იყოს ყველა ქართულ ჩაი და მართლა ფერჯობია მე სხვას საერთოდ რა უცხოეთში ვარ ხოლმე მაგ ეს განცდა რომ ლამისთან წავიღო რა ასევე არის ეს თქვია მანდარინი ჩვენი მანდარინი ყველას გებრელი ეს ჩაი მანდარინი უამრავი სხვა უზურგეთის ცენტრს მთლიანად ვსვლით ულამაზეს ბულვარს ვაკეთებთ სადგურის შენობას რეაბილიტაციას ვახდენთ მინდა გითხრათ რომ ამას მოყვება ზაფხულში 19 აგვისტომდე ყველა შემთხვევაში დახმაროს რეაბილიტაცია ოზურგეთის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წელს მთელს გურიის რეგიონში ჩატარდება საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთიდან პირდაპირ გაემართა ქუთაისში, სადაც ბაგრატის ტაძრის გუმბათის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილი იქ დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდა. აი ამ ფანჯრების დონემდე ეს არის სასწაული ომუშავენ გავიცეთ სამსვაში ემუშავა ანუ ეს სასწაული ის ამოსულდა ის ცოტა აი ეს ხალხი გაბა ანუ გუმბათი ამოსულდა და ახლა 3 მინუტი შეგვიძლია უგრამდე მეფოსმოდან შეახებიეთ შუშა იქნება აი დაბლა არა საფო ადრესორი ვანო აი ჩვენ გადაიქცევაში ნება ორი საფული არ ხარ იუნესკოს საბოლოო დამტკიცებულია ყველა პრობლემა შეთანხმებული ჩვენ ბატონო პრეზიდენტ აგრეთის აზარი ვიქნება იმენის საქართველოს ხალხის ოცნება და ამაში თქვენ ახართ მე 27 წელი აქ ვუშაობ რესტავრატორია 27 წელი განმავლობაში ასეთია ყველა პირდებოდა დიდი მადლობა ჩვენ ვალი ქონდა ეს თაობების მაშინ იუსტიციის სახლი არ არის ერთადერთი სიახლე ოზურგეთელებისთვის ამ წუთებში საქმე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები რადგანაც ოზურგეთში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ქუჩის ასევე შენობების ფასადების და ბაღების და სკვერების მოწესრიგება განახლებული ოზურგეთი კი როგორც სტუმრებს ასევე ადგილობრივებს 2012 წლის ბოლოსკენ უმასპინძლებს ეს ხო ბექამჭედლიშვილი ოზურგეთიდან ოზურგეთში კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პოლკოვნიკის ალექსანდრე ტუღუშის მშობლები მოინახულა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო ოჯახს სამშობლოსთვის გაწეული 8 წლისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ტუღუში, რომელიც ავღანეთში დაიჭრა, ამჟამად კურნალობის კურსში ერთეულ შტატებში გადის. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პოლკოვნიკი ჰოსპიტალში მოინახულა და ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. ჩვენი შვილი არის ისეთი ვაჟკაცი რომ მართლა თელი საქართველოს უნდა იამაყოს მართლა მინდა გითხრათ იმიტომ რომ ესე იგი ეხა ხო ველაპარაკი ამ ამერიკელ გენერლებს რა რამდენი ჯარისკაცი გვინახავს რამდენი დაჭრილი გვინახავს რამდენი ისე არავინ არ გვინახავს ესე მისი სახელი იცოდა ამერიკის პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსმა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა ყველამ სათითაოდ ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა სტავრიძე ყველა მის სახელი და გვარი დიდი მადლობა სიჩურის გაზეთისთვის რა. და რო ნახე იქა რომ თქვა რომ ეხლა როგორც კი რეაბილიტაციას გავული ბრუნდები შეერაღებულ ძალებში და მოვთხარ მაგაზები უკეთეს ვერაფერს ვერ გააკეთ მართლა რა. ისეთი ვაჟკაცობა რაც მან გამოიჩინა ესე თქვა ჩვენ არ გვინახავს ესეთი
სულის გამძლეობის ადამიანი. და სხვა ბიჭები რო ნახე ავღანეთში ხელმანჩი სულ უკავშირება Skype-ით, იქიდან ამხნევებს, ინტერესდება ყველა დეტალები. გუშინდა, მაგრამ რომ გადმომეცა თქვენთვის დიდი მადლობა კიდევ. მე უნდა უთხრათ, რომ მართლა როგორ ვამაყობთ მისით და დიდი მადლობა ყველაფერს მართლა. დიდი მადლობა თქვენ. ისეთი ბიჭი გაზარდეთ, რომ მართლა ეს არის რომ საქართველოს გმირების ქვეყანა თუ ვინმე საინტერესებს, აი თქვენი შვილი აქვს გმირი მართლა. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტ. ეხლა მივხვდი რომ შემთხვევით არ გამოვიცულა ესეთი რომ შემოხედეთ რომ გნახეთ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ნებისკვირის ყველაზე მძიმე დღემართმადებლური სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას იხსენებს. ტრადიციულად ხალხმრაობა იყო დღეს იერუსალიმში, სადაც ათასობით მოწმუნე მაცხოვრის ტკივილის გზა გაიარა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წითელ პარასკევს ღვთისმსახურება ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ნებისკვირის ყველაზე მძიმე დღეს ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში ზუსტად იმ დროს დაიწყო, როგორც 20 საუკუნის წინ ზუსტად 2 საათზე უწმინდესმა და სასულიერო პირებმა საკურთხევლიდან ქრისტეს გარდამოხსნა გამოაბრძანეს. სწორედ ამ დროს იესო ქრისტე ჯვარზე მიიცვალა. დიდი ქსოვილი, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, სასულიერო პირებმა ყვავილებით, პასკებით და წითელი კვერცხებით გაფორმებულ სადგამზე დააბრძანეს, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს საფლავს გამოსახავს. გარდამოხსნა ტრადიციულად ტაძარში სამჯერ შემოატარეს და შესრულდა მწუხრის მსახურება. გარდამოხსნის შემდეგ მრევლი ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირების მომსწრე კიდევ ერთხელ გახდა. დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით შექმნილი საგალობელი წელიწადში მხოლოდ ერთხელ წითელ პარასკევს სრულდება. მწუხრის მსახურებასთან, რომელიც შესრულდა შუა დღისას, სამების საპატრიარქო ტაძარში ეს მსახურება შეასრულა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამღვდელობასთან ერთად. ეკლესიამ გაიხსენა ის მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ოფრის უკანასკნელ პერიოდში. როგორც ტკივილი, ისე სიხარულიც არის ამავე დროს და ჩვენ კი არ უნდა ვგლოვობდეთ იმას, რომ უფლის ჯვარცმას კი არა, ჩვენ იმას უნდა ვგლოვობდეთ, რომ ყოველ წუთში ჩვენ თვითონ ვაცმებთ ჯვარს უფალს ჩვენი ცოდვებით. ძვირფას ქსოვილზე მოქარგული გარდაცვლილი მაცხოვრის თაყვანისცემა მრევლს 3 დღის განმავლობაში შეიძლება. ეს პერიოდი ზუსტად სახარების მიხედვით არის გათვლილი. მაცხოვარი გარდამოხსნიდან სწორედ 3 დღის შემდეგ აღსდგა. შაბათ საღამოს კი ხატს საკურთხეველში შეასვენებენ. ამის შემდეგ მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. გზას, რომელიც სახარების მიხედვით იესო ქრისტემ განვლო წითელ პარასკევს, სხვადასხვა ქვეყნებიდან წმინდა ქალაქში ჩასული მორწმუნეები ყოველ წელს გადიან. საღვთო ტრადიცია არც წელს დარღვეულა, მომლოცველთა შორის იყვნენ ქართველებიც. ვია დოლოროსა, რაც ლათინურად ტკივილის გზას ნიშნავს, დღეს ეთიოპიიდან და ეგვიპტიდან ჩამოსულმა მართლმადიდებლებმაც გაიარეს. მლოცულობთ, რომ ხალხი გაერთიანდეს, უფალმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი სხვა არაფერია. სულობის მონაწილეები წითელ პარასკევს იმ 14 ადგილას ჩერდებიან და ლოცულობას, სადაც გოლგოთაზე მიმავალი მაცხოვარი შეჩერდა. გავლის შემდეგ მორწმუნეები აღდგომის ტაძარში იკრიბებიან. ეს ის ადგილია, სადაც იესო აწამეს. ზუსტად ერთ დღეში მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მაცხოვრის მკვდრეთი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დადგება. იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში კი ხვალ მომლოცველები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. როგორ მიაბნო პოლიციამ მოპარულ სეზანს 109 მილიონიანი ტილო ბელგრადში ერთ-ერთი ავტომობილის სალონში იყო გადამალული. ფასზე შეთანხმებულები იყვნენ და ნახატის გაყიდვას 3.5 მილიონ ევრო დაპირებდნენ.